თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკა კაციას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობდა. პროცესზე დაიკითხა ქიმიური ექსპერტი და გამომძიებელი, რომელმაც საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ადვოკატის განცხადებით, დაკითხული მოწმეების ჩვენებით დადგინდა, რომ დაკავების მომენტში ნიკოლოზ კაციას არ ჰქონდა ინფორმაცია თუ რა ბრალდებით დააკავეს და რა ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის. შეგახსენებთ, რომ ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლით მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გაიცნო თავადაც ადვოკატის გაიცნო და თვითონ შეიტანა შენიშნა თავის ხელით, რომ არ ეთანხმებოდა წარდენი ბრალდებას და არ ცნობდა თავს დანაშაული, ვინაიდან ის ნივთიერება, რაც ჭრების უშემოთებული არ იყო მისი. მახსოვს, რომ მითხარი, რომ არ იყო ჩემი ის და მე არაფერ შუაში არ ვარ. ალბათ ესეთი ანუ უარყოფა იყო თავიდან ბოლომდე. ზუსტად ციტირებას ვერ მოვახდენ და არ მახსოვს, რა თქმა უნდა. ბრალი, როდესაც გააცნო, მან დაადასტურა, რომ ნიკოლოზ კაცი იყო ძალიან გაკვირვებული და პრაქტიკულად ადმინისტრაციულ შენობაში მიყვანის დროსაც იძახდა თუ რატო იყო მიყვანილი, ასე ვთქვათ, იქ დაკავებული იყო თუ არა, მან ზუსტად არ იცოდა. ასევე ბრალის დადგენილების დროს სწორედაც მამ გამომძიებლისგან გაიგო, რომ ის ნარკოტიკული საშუალება, რის უკანონო შეძენა შენახვასაც ედავებოდნენ, იყო კოკაინის შემადგენლობის შესაბამისად დაადასტურდა ის ფაქტები, რომ ნიკოლოზ კაციას არ ქონდა ცოდნა იმის თუ რას ედავებოდნენ.